საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების უფრო ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ იზრდება თანამშრომლობა საქართველოსა და ისრაელის პარლამენტებსა და დარგობრივ სამინისტროებს შორის. უკვე ძალაშია 20 შეთანხმება. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე შეთანხმებას კულტურის დარგში და უვიზო მიმოსვლის თაობაზე შესახებ შეთანხმებას. ისრაელთან გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონე თანამშრომლობის ორმხრივი. კარგად არის ცნობილი, რომ გაიმართა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში. ისრაელიდან არ გვაკლია მაღალი დონის სტუმრები. თანამშრომლობთ ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა და ტურიზმი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებები, რომელიც ამ დღეებში იმართება, კიდევ უფრო გააყენებს და ხელშეუწყობს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ზეიმების შემდეგ საქმე უნდა გავაკეთოთ და საქმის გასაკეთებლად ჩამოვედით ამ დღეებში. მე დღეს დავტოვე ყველანაირი ცერემონიებიც უსად მიიღო, მოვედით პრემიერთან, მოვედით პარლამენტის მეთაურთან, რომ მასთან დავჯდეთ და ქალბატონ ელისოსთან ერთად ჩემი პარალელი ვინც არის ისრაელი და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მეთაური, მე ვარ ასევე ისრაელის მხარიდან, დავჯდებით კომიტეტების ირგვლივ და ვიმუშავებთ, რადგან საჭირო იქნება.